დღეს უნდა წავიკითხოთ მოციქულთა საქმეების 27 თავი. დავითასა განაჩინეს ნავითა წასვლაი ჩვენი იტალიად მისცეს პავლე და სხვანი ვინმე ყობინი ასისტავსა სახელით იულიუს გუნცა სევასტიელთაის. ანუ პირველ პირში საუბრობს ჩვენ ვინ დაწერა საკმოციქულთა ლუკა მახარებელი. ანუ ლუკა მახარებელი ყობა განაჩინეს და ჩვენ გაგვიშვის ხო იტალიაში. რატო წავიდა იტალიაში პავლე ყველას გვახსოვს? იმიტომ რომ მან მოითხოვა სასამართლო კეისართან. ხო? აქედან გამომდინარე დატყვევებული პავლე გააგზავნეს და ის ჩააბარეს ვინმე ასისტავს და ეს ასისტავი იყო კაცი, რომელიც იყო პიროვნება, რომელსაც ევალებოდა პატიმრების მოკლედ და ტუსარების დანიშნულებისათვის შეყვან ბადრაგის უძახიან ეს საბადრაგო სამსახური და შევედით ნავსა ადრომიტელისა, რომელისა მიმოვლი იყო ადგილთა მათ ასიაისათა. ასიაში იგულისხმება ის მხარე, რომელსაც დღეს აზიას უწოდებთ ახლა, ხო? თქვენ იცით რომ ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანო ითვლება შუამდინარეთი. ასევე ბიბლიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია მცირე აზია. დღევანდელი თურქეთის ტერიტორია. ეს არის უძველესი ქრისტიანობის აკვანით შეიძლება უწოდოთ. დღეს სამწუხაროდ თქვენ იცით რომ თურქების ხელშია და იქ სულ რამდენიმე ტაძარი ფუნქციონირებს მცირე აზიაში. ქრისტიანები ფაქტიურად აღარ ცხოვრობენ. უამრავი ეკლესია მონასტრები გაანადგურეს თურქმა დამპყრობლებმა და დღეს ჩასული ქრისტიანები ესე გაოცდებიან ხოლმე და მაგალითად ჩვენ რო ვიყავით ჩასული ტაუკლაჯეთში იმ დიდებულებამ რაც იქ დაგვხვდა ნანგრევები და განადგურებული ალბათ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე კი არა ასე იყო ალბათ კი არა ნამდვილად ნანგრევებმაც კი ისეთი შთაბეჭდილება დატოვა და იქ როდესაც ტაძარი და ეკლესია მონასტრები აშენებული იყო იქ ხო საოცარი რაღაცა იქნებოდა რა მოკლედ პავლესთან ერთად იყო ვინმე არისტარხოს მაკედონელი თესალონიკელი და მეორე დღეს შევედით სიდონთ კასმყარები აჩვენა იულიუს პავლესთვის და უბრძანა მეგობართათვის და თანამისლა და მოღვაწეებისა მithქვათ ანუ პიროვნება რომელიც იყო მეთაური დაცვის ძალიან პატივით ექცეოდა პავლე მოციქულს იმიტომ პავლე მოციქული თქვენ იცით რომ იყო ძალიან განათლებული ადამიანი თან ახლა ყველა ხვდებოდა რომ პავლე მოციქული უსამართლოდ იყო დაჭერილი და შესაბამისად ამ სველების მხრიდანაც კეთილი განწყობა იგრძნობოდა პავლე ეს ყოველთვის ასე არ არის მაგრამ პავლე მოციქულის შემთხვევაში მოგეთ ასე იყო და მიერ შევსვედით და თანაწამებით კვიპრე წინააღმდეგობით და ქართაიდან კვიპრე იგულისხმება კვიპროსიც უძველესი ესე იგი ქვეყანა სადაც ქრისტიანობა გავრცელდა გახსოვთ ხო პირველი ეპისკოპოსი მღვდელმთავარი იქ ვინ იყო ლაზარე ხო და ქალაქ ლარნაკაში დღესაც არის დიდებული ტაძარი და სარკოფაგი სადაც წმინდა ლაზარე განისვენებდა ხო იქ აღარ არის ნაწილები ზემოთ არის ტაძარში დაბრძანებული მაგრამ საკურთხევლის ქვემოთ არის საძვალე და იქ არის სავარაუდოდ ის სარკოფაგი სადაც იყო ლაზარე ჩასვენებული ხო ძალიან დიდებული ადგილია და თუ ღმერთი მოგცევთ საშუალებას აუცილებლად უნდა წახვიდეთ კვიპროსში კვიპროსთან დაკავშირებით კიდე შეიძლება ითქვას რომ ქართველებთან მიმართებაში ისტორიული თვალსაზრისით ძალიან ახლო ურთიერთობა ქონდა კვიპროსელებს იქ ჩვენ ასეთი რაღაცა მოგვიყვნენ ეს რამდენად მართალია არ ვიცი მაგრამ ამას საფუძველი აქვს იმის გამო რომ კვიპროსში დღესაც არის ძალიან ბევრი ქართული სავანები ერთ-ერთი არის ღალია ულამაზეს ადგილზე აშენებული ქართველთა მონასტერი რომელიც დღესდღეობით ნანგრევებია მაგრამ ნანგრევების შიდაც კი იგრძნობა ის დიდებულება და ის სული რომელიც იქ არის და იმ მამების ღვაწლით თუ დედების რომელიც იქ მოღვაწეობდნენ მათი ლოცვით გამთხარი ადგილია და რა ვიცი საქართველოსთან ქართველი რო ჩადიხარ ალბათ ყველა სხვადასხვა განწყობა ეუფლება რა და ასეთი რაღაცა მოგვიყვნენ რომ კვიპროსზე იყო მომენტი როდესაც ძალიან გაჭირვებაში იყვნენ კვიპროსელები და ეს ხდება მაშინ როდესაც საქართველოში მეფობს თამარი ასეთი გადმოცემა არის უბრალოდ და ეხლა ეს გადმოცემა მომეწონა და იმიტომ ვიყვებით ახლა თქვენ იმიტომ რომ ქართველების ოქროს საუკუნეს უკავშირდება ოქროს საუკუნეს წოდებული წლებს როდესაც თამარი მეფობდა საქართველოში და თურმე საქართველოსთან დახმარებას აგზავნიდნენ ხოლმე კვიპროსში ანუ გემები ივსებოდა
სხვადასხვა პროდუქტებით, ალბათ რაღაცით და მიდიოდა კვიპროსში და იქავა ქრისტიანებს მოგრედ ეხმარებოდნენ და კვიპროსში იყო თურმე დაწესებული შედგენილი იყო სია, ასეთი რაღაცა მოყვნა, არ ვიცი. ანუ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი, რომ ჩამოვიდოდა გემი, რომ გემს საქართველოში გამოყოლოდნენ და ცხოვრება გაეგრძელებათ საქართველოში. აი ესეთი რაღაცა, ანუ საქართველო იყო ისეთი მიმზიდველი ადგილი, რომ უამრავ ადამიანს სურდა აქ ჩამოსულიყო და აქ იცხოვრა რა. როგორც დღეს ახლა სამწუხაროდ მაშინ საქართველოში რა იზიდავდა იმათ. ის წმენა და ის დიდებულება, რომელიც საქართველოში იყო და დღეს ჩვენი თანამემამულეები, ქართველები გარბიან უცხოეთში რო იცხოვრობენ რა. ანუ მაშინ პირიქით იყო საქართველოში მოდიოდნენ და მე ერთ-ერთი კუთხეც ვკითხე ჩვენ, ერთ-ერთი საქართველოს ერთ-ერთი კუთხეში კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებული კვიპროსიდან ჩამოსული ბერძნები. და ნუ როგორც ამბობენ დღესაც ცხოვრობენ ისინი აქ. და მოკლედ კვიპროსთან აი ესეთი კავშირები იყო საქართველოსთან ისტორიულად და დღესაც ჩვენ კვიპროსში ჩასულ ქართველებს ძალიან თბილად ღებულობენ. მაგალითად ჩვენი ბრალთან ერთად თქვენი ცით ჩასულები ვიყავით იქ, ძალიან თბილად მეგვიღეს. თან გადაგვყენო რო იტყვიან რა. ალბათ ისეთი სტუმართმოყვარეობა გვაჩვენეს რომ საქართველოშიც რო გავუკვირდება, ჩვენც გავუკვირდა ახლა მე გამიკვირდა ახლა რო არ მოგატყუოთ. ისეთ თბილად მეგვიღეს და ესეთი დიდებული ადგილია კვიპროსი და მოკლედ კვიპროსს ჩაუვარავ პავლემ, დაუბრუნდეთ ჩვენ საკითხავს. მაშინ ნუსხური ლიგი კილიკიისა და პამფილიის არის გამრეთ და შევიდით მვირა ქალაქად ლუკიესა. მვირა ქალაქი ლუკიესა, აბა რა გახსენდებათ? მირონ ქალაქი. ან ეს არის ქალაქი, სადაც შემდეგ რამოდენიმე ასწლეულის შემდეგ დაიბადა ეკლესიის უდიდესი მნათობი წმინდა ნიკოლოზი. და მუნყვა ასისტავმა მან ნავი ალექსანდრიისაი, რომელიც მივიდოდა იტალია და შემსხა ჩვენ მაშინა. ან მოკლედ რამოდენიმე ტრანსპორტი გამოუცვლია პავლეს, მოგი გადავედითო ჩვენ სხვა გემში, ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ მივიდოდი და ძნელად მივიწინე კნიდონთ, რამე თუ არა გვიტევ და ჩვენ ქარიგი და თანაწროებით კრიტი, სალმონით კერძო, კრიტში ეგულისობა კრეტა, აი ესეთი კუნძულია, ერთ-ერთი დიდი კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში. ხო? ესეც როგორც ამბობენ ახლა მე არ ნაყოფი არის ძალიან ლამაზია, საერთოდ საბერძნეთი თავისი ბუნებით ახლა, იმიტომ თქვენ იცით რომ საბერძნეთში ახლა ზუსტად არ ვიცი რამოდენი ასეული თუ 1000 კუნძულისგან შედგება და ეს კუნძულზე რაღაც პატარა მიკროკლიმატები, რაღაც საოცარი და საბერძნეთში როგორ არის იცით იქ ხო ძირითადად მზიანი ამინდებია და იმის გამო სახლები არის თეთრად შეღებილი. და თეთრად რატო? იმიტომ ზისხლები რო აირეკლოს და იმიტომ შავი ფერი სიტყვაში თანთქავს და იქ სახში შეუძლებელი იქნება ცხოვრება და თეთრი ფერი მზეს აიკლავს და შესაბამისად უფრო გასაძლისია იქ ცხოვრება და ეს თავისებურ დიდებული იერზეც იქ სოფლებს. ამ თქვენ რომ გადახედოთ საბერძნეთში რომ გაიაროთ ახლა ერთხელ სალონიკიდან რომ მივიდოდით ურანოპოლში, რომ ათონზე გადავსულიყავით, სოფლებზე მივიდოდით, ახლა სოფლები ჩვენთან ქალაქები არის, ზოგი არ არის ისე რა, ისე სუფთა და კოხტად იყო მოწყობილი ყველაფერი, რაღაც თავისებული ეგრეთ წოდებული შარმი და სილამაზეა. როგორც ახლა საქართველოსაც აქვს თავისი სილამაზე, თავისი იმით, იქაც თავისებური სილამაზეა, ასე რომ მოკლედ კრეტაზედაც აი ესეთი რაღაცა იქ არის ძალიან ბევრი წმინდა ადგილი. მოკლედ ახლა პანიგირი და ქებაბი არ მოგვიწიოს ჩვენ ახლა სხვა ქვეყნის, უბრალოდ რო იცოდეთ დედამიწა არის ღვთისშექმნილი და ყველა კუთხეს თავისი სილამაზეა და ადამიანსა ყოველთვის უნდა ქონდეს სურვილი ალბათ ნახოს ღვთისგან შექმნილი სილამაზე და ღვთისგან შექმნილი ადამიანების ხელით შექმნილი სილამაზეც, იმიტომ ყველას თავისებური ერთვერი და ესაა რა სპეციფიკა, ხო? დავითარცა ძლით წარმოიჩიეთ და მივედით ადგილსა, რაც მეც ერქვა ტბები კეთილ, რომ ეს ეახლა ქალაქი ასე დავითარ მრავალი ჟამი წახდა. ხო მოკლედ აიხლა აქ არის ესე იგი პავლეს მოგზაურობაზეა აქცენტი გაკეთებული და მთავარ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. მოკლედ ისე მოხდა რომ ამ გზაურობის დროს ერთ თქვენში წაიკითხეთ ახლა მარტო აქ ახლა რაღაც საღვთისმეტყველო თემებზე აღარ არის ძალიან საუბარი, უბრალოდ ისტორია მოყოლი როგორ წაიყვანეს იტალიიდან, როგორ წაიყვანეს პავლე მოციქული იტალიაში და გზაურობაზე და უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ის არის რომ როდესაც პავლე მიყავდა გემით, ქარიშხალი ამოვარდა თურმე და ზღვა ძალიან აღელდა და პავლე მოციქულმა უთხრა ემათ გემის მეთაურს რომ ერთი ნავსადგურიდან არ გახვიდეო, იმიტომ რომ საშიშროება უნდა პავლე მოციქულს არ დაუჯერეს. არ დაუჯერეს, გავიდნენ, მართლა ატყდა ძალიან დიდი ქარიშხალი და ისეთი საშიშროება საშიში მომენტი დადგა რომ შეიძლება გემი დაძირულიყო. ხო და მე აი ესეთი რაღაცა იყო რომ ჩაუშვეს ნავები და უნდა წასულიყვნენ და იფიქრეს რომ იქ მარტო პავლე კი არა, რამოდენიმე ასეული
წყვეც იყო კიდე და ისინი რომ არ გაქცეულიყვნენ, აქედან გამომდინარე გადაწყვიტებს ეს ტყვეები ყველა დაეხოცათ. მაგრამ როგორც გითხარი, კაცი რომელიც ამ ბადრაკს მეთაურობდა, კეთილგანწყობილი იყო პავლეს მიმართ და არ უნდოდა რომ პავლეს დაღუპულიყო, ამიტომ გააჩერა ეს ხალხი და პავლე მოციქულმა ანუგეშა ეს მეთაური და სხვები და უთხრა რომ ღვთის შეწევნით და წყალობით არც ერთი თქვენგანი არ მკვდებაო. ანუ ფაქტიურად აქ რას ვიხედები ჩვენ რომ პავლე მოციქულის ლოცვით ადამიანები რომლებსაც მისი მოკვლაც უნდოდა ზოgs და გადაწყვეტილი ჰქონდა პავლე მოციქულის ლოცვით ისინი ღმერთმა შეიწყალა. აქ ერთ მნიშვნელოვან რაღაცას გზავნის ჩვენ ვიხედები წმინდა წერილში რომ მართალი კაცის ლოცვით შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩნეს და რა გახსენდება თქვენ ახალი აღთქმის პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანის სერაფიმე საროველის სიტყვები გაგახსენდათ ალბათ რომელიც ამბობს რომ თუ სწორად იცხოვრებ შენ გარშემო 1000 ცხონდებიან და პავლე მოციქულის მაგალითსაც ვიხედები უკლედ მოხდა ისე რომ დაუჯერეს პავლე მოციქულს და პავლე მოციქულის ლოცვით გადარჩა მთელი ეს გემში მყოფი ადამიანი ერთი ადამიანიც კი არ დაზიანებულა ისე გადავიდა მშრალზე მოკლედ აი ესეთი შინაარსის იყო 27 თავი მე ჩვენ წავიკითხეთ სადაც ახლა სასარგებლო ის არის სულიერი თვალსაზრისით რომ ძალიან ისე უბრალო ენით და ძალიან ისე ლამაზად არის გადმოცემული გზავრობის პერიპეტიები და ასევე არის ნაჩვენები ის რომ მთავარი რაც არის ახლა თავში ალბათ ერთ-ერთი მთავარი რომ თუ მართალი ცხოვრებით ცხოვრობ და უნდა ვიცოდოთ ვიცხოვროთ მართალი ცხოვრებით იმიტომ შეიძლება ჩვენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია რომ პავლე მოციქული ვიტიგნებით მაგრამ პავლე მოციქულმა სიტყვები დიდებული სიტყვები დაგვიტოვა რომ ჩემ მობაძავ ჩემ დაიყავითო ვითარცა მე ქრისტესა ხო ანუ პავლე მოციქული ბაძავდა ქრისტეს და ჩვენც მოგვიწოდებდა რომ ქრისტესთვის მიგვებაძა და ჩვენც მობაძავდით ქრისტეს და სიტყვით ისე ვიცხოვროთ როგორც მან დაგვიბარა და თუ ასე შევძლებთ და გავაკეთებთ და ვიბრძოლებთ და ვებრძოლებით უნებებს და წოდებს მერწმუნეთ რომ ადამიანები რომლებიც შეხედავენ მორწმუნე ადამიანის ცხოვრებას თვითონაც გაუჩნდებათ სურვილი რომ თვითონაც მორწმუნეები და ეკლესიის წევრები გახდნენ ასე რომ ამას ჩემ თავს და თქვენც გისურვებთ მოკლედ დასრულდა დღევანდელი ჩვენი საუბარი და ღვთის შეწევნით მომავალ შაბათს საქმე მოციქულთას ბოლო თავს წავიკითხავთ და მე გადავწყვიტოთ ახლა ბიბლიის რომელი წიგნზე გავაგზავნოთ საუბარი